დავიწყო. გამარჯობათ, მოგესალმებით, ადვოკატი ლექსო არქანია. წარმოადგენდა ვიცავ დაზარაებულის ელდარ ხუბალიას ოჯახის ინტერესებს. მოგახსენებთ, რომ ელდარ ხუბალიას ინტერესებს ვიცავ 2011 წლის 19 აპრილიდან, როცა ოჯახის წევრებთან გავაფორმო შესაბამისი ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ. სამწუხაროდ, როცა ხელშეკრულებას ვაფორმებდი ოჯახის წევრებთან და როცა ხელშეკრულების დადების შემდგომ შევედი ნომერ მერვე დაწესებულებაში გლანიციხეზე, სადაც ის იყო შესახლებული ბრალდებით ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, მე სამწუხაროდ ვერ დამხვდა ელდარ ხუბალია, ფაქტურად ის 10 თვით გარდაცვლილი იყო, როცა მე ოჯახის წევრებმა ამიყვანეს ადვოკატად. ადვოკატად ამიყვანეს განა მიცვალებულის დასაცავად, არამედ ამიყვანეს პიროვნების, რომელსაც სჭირდებოდა დაცვა. ფაქტურად ეს იყო გასაიდუმლებული ინფორმაცია, იმდენად გასაიდუმლებული, რომ ელდარ ხუბალია უპატრონოთა სასაფლაოზე, ველის სასაფლაოზე იქნა დაკრძალული. და შესაბამისად 3 დღე მომიწია იმისი დადგენა, ელდარ ხუბალია განთავისუფლებული იყო, დაკარგული იყო თუ მიცვალებული იყო. მერვე დაწესებულებიდან გადამისამართება ხდებოდა მე-18 დაწესებულებაზე, მე-18 დაწესებულებიდან ხდებოდა გადამისამართება მერვე დაწესებულებაზე და ასე შემდეგ. ანუ მოკლედ თავი რო არ შეგაწყინოთ, მინდა გითხრათ, რომ მე მივმართე საჯარო ახსოვების დეპარტამენტს, მივმართე სამინისტროს, მივმართე კალმახელიძეს იმასთან დაკავშირებით, მივმართე გენერალურ ინსპექციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხდინათ და დაედგინათ ჩემი დაცვის ყოფის ელდარ ხუბალიას ადგილსამყოფელი. ფაქტიურად იქიდან ვერაფერი ვერ გავიკე. უბრალოდ ალღო მიგრძნო და მე დავუკავშირდი ცენტრალურ პროექტურას, სადაც დამიდასურეს, რომ 2011 წლის 11 აპრილს მერვე დაწესებულების მუხაძის მომართვის საფუძველზე გადასვენებული იქნა გვამი ელდარ ხუბალიასი, ჩაუტარდა სასამართლო ექსპერტიზა და იმავე დღეს უკან იქნა მე-18 დაწესებულების მორგში მიმართული ელდარ ხუბალიას გვამი. აქედან უკვე ამ ინფორმაციასაც არ მიდასტურებდა საჯარო ახსოვების დეპარტამენტი ამ ინფორმაციის მოძიების შემდგომ. მე მივმართე შპს ჰერმექს, ჰერმექს ჰქონდა საჯარო ახსოვების დეპარტამენტთან სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც ფაქტიურად აგვარებდა იმ სამართლებრივ მხარეს, რომ პენიტენციალურ სისტემებში გარდაცვლილ პატიმართა დაკრძალვას ახდენდა შპს ჰერმექსი. ჰერმექსმა ინფორმაცია გამანდო და მითხრა, რომ ასეთ პიროვნება საჯარო ახსოვების დეპარტამენტის დაკვეთით იქნა დაკრძალული უპატრონოთა სასაფლაოზე, ველის სასაფლაოზე. მე ფაქტიურად გეტყვით, რომ 19 აპრილს მე შევედი მერვე დაწესებულებაში, 20 აპრილს და 19 აპრილს მე-18 და მერვე დაწესებულებას მივმართ წერილობით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მოეძიათ ადგილსამყოფელი ელდარ ხუბალიასი, მივმართე 29 აპრილს, მე ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციები გამაჩნია 29 აპრილს კალმახელიძეს, ასევე ამის შემდგომ, როცა ჩვენს მიერ დადგენილი იქნა ფაქტი ელდარ ხუბალიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მე მივმართე ამის შემდგომ შესაბამის უწყებებს, რომ ოჯახის წევრებისათვის გადმოეცათ მიცვალებულის გვამი. ძალიან დიდი შეფერხებები გამოიწვია ამან, იმიტომ რომ ფაქტიურად მომთხოვეს დოკუმენტაციები მოთხოვეს ბებიას, რომელიც იყო წარმოადგენელი, მოგახსენებთ, რომ ელდარ ხუბალიას მშობლები დაღუპული ჰყავდათ. ზდიდა და გაზარდა ელდარ ხუბალიას ბებიამ და ბაბუამ. მოთხოვეს დოკუმენტაციები იმისი დამადასტურებელი, რომ მართლაზე იყო თუ არა შვილიშვილი, ანუ ბებიას ეთერ ხუბალიას, რომელიც წარმოადგენელს გახლავართ დღეს და რომელიც არის დაზარაებულის უფლებამოსილად ცნობილი, მოთხოვეს დოკუმენტაციები დამადასტურებელი იმისა, არის სხვის გვამს ხო არ გაგატანთ. ანუ ესეთი რაღაცა შექმნეს სასაცილო სიტუაცია, დასცინოდნენ ამ ბებიასაც და მოთხოვეს დოკუმენტაციები, რომელიც დოკუმენტაციების ფაქტურად განადგურებული იყო, მოგეხსენებათ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დროს არქივი სრულად იყო განადგურებული და შესაბამისი დოკუმენტაციები ამ ხალხს არ ჰქონდა. მე ჩავედი ზუგდიდში კილანავასთან, რომელსაც უთხარი შესაბამისი ცნობის სახით მაინც მოეცა, რომ დოკუმენტაცია იყო განადგურებული. მე კილანავამ გასცა ეს შესაბამისი დოკუმენტაცია, მაგრამ ფაქტურად ამან წაიღო 2 კვირა მაინც. 2011 წლის 10 მაისს მოხდა გადასვენება. ფაქტურად თვე ნახევარი, ერთი თვე ფაქტურად აწვალეს, ასე კი შექმნეს ესეთი ბარიერები, რომ მიცვალებული არ გადაცემია ოჯახის წევრებს, მაგრამ ეს ერთი თვე გამოიყენეს იმისთვის, რომ ხდებოდა შეხვედრები ოჯახის წევრებთან, ხდებოდა სატელეფონო საუბრები და ზეწოლები იმასთან დაკავშირებით, თუ ლექსო არქანიაზე და ჩემზე არ მოხდებოდა აცილება, მაშინ მიუსვენებდნენ კიდევ ერთ
შვილიშვილს, რომელიც ყავდა და გალში მუშაობდა სტომატოლოგად, სახლში. თუ არ მოხდებოდა ჩემი სახით აცილება. შესთავაზეს დიახ, მოგახსენებთ, ანუ მე ამოვწურავთ იმ თემას, რომელ თემასაც მივყვები და შესაბამისად დაუბრუნდები, კი ბატონო. ანუ შესაბამისად მოხდა ჩემზე აცილება სპეციალური, ანუ მე მუშაობდი მანამდე, რომ მე ვიცოდი, რომ თუ რა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში მე მიმართე კონსტიტუციური საფუძვლის დეპარტამენტის გამომძიებელს ლევან შელიას, რომელიც აწარმოებდა ამ საქმეს, მაგრამ საქმეში არ ჩამახედა ეს ჩემი როგორც ადვოკატის უფლებების, კონსტიტუციური უფლებების დარღვევა, ვინაიდან ის ბრალდების მტკიცებულებები, რომელიც მე უნდა გადამცემოდა, ამაზე დიდი შეფერხებები, ანუ მე საქმეში არ ჩამახედეს, მიმართე ტუღუს ამ უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით მოეხდინა შესაბამისი რეაგირება, მაგრამ რეაგირების გარეშე დატოვა სახალხო დაცვის აპარატმა იმ ჩემი უფლებების დარღვევა, რასაც ქვია საქმეში ჩახედვა, შესაბამისი მტკიცებულებების გაცნობა და ასე შემდეგ. ასევე მინდა მოგახსენოთ იმ შეკითხვასთან დაკავშირებით, ასე თქვენ ბრძანეთ, ელდარ ქობალია დაკავებული იქნა არა 4 აპრილს, როგორც ეს საქმის მასალებში იყო მაშინ ჩადებული. ელდარ ქობალია გაიტაცეს კი არ დააკავეს 2 აპრილს. ის იმყოფებოდა ოჯახის ნათესავთან ინგირში, ესეთი ზუგდიდში, სადაც მოხდა მისი გამოტყუება სახლიდან, გაიტაცეს და 2 დღის განმავლობაში ეძებდა ოჯახის წევრები ელდარ ქობალიას. როცა მიმართეს პოლიციამ უთხრა, რომ დაეწერა შესაბამისი განცხადება მის დაკარგვასთან დაკავშირებით, მიმართეთ პირდაპირ სამხარო სამმართველოს. რომელმაც უთხრა, ანუ მიემართათ შომახიასთან, რაგვარი, ანუ ზუგდიდის სამმართველოს უფროსთან განცხადებით მიემართა და შესაბამისი რეაგირება მოხდებოდა, ანუ დაიწყებოდა პიროვნების ძებნა. ფაქტობრივად იმ დროს, იმ მომენტში ელდარ ქობალია ყავდა ზუგდიდის სამხაროს სამმართველოში დაკავებული იყო და ამ ინფორმაციის დამალვა ხდებოდა, მაგრამ ფაქტობრივად როცა 2 დღე ღამის განმავლობაში პიროვნების ადგილსამყოფელი ვერ იქნა დადგენილი, ოჯახის წევრები გადმოვიდნენ აფხაზეთიდან ათეულობით მოქალაქე, რომელმაც დაჯდა ზუგდიდის სამხაროს სამმართველო წინ კარებთან და დაიწყეს მოთხოვნა დაედგინათ და ბოლოს გარკვეულიყვნენ ელდარ ქობალიის ადგილსამყოფელები. იქიდან გამომძიებელი გამომბრძანდა და აუხსნა, რომ კი ბატონო, ელდარ ქობალია ჩვენთან იმყოფება ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვისთვის. ანუ იმ კითხვაზე მე გეტყვით, რომ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვის ფაქტი, ან ჩადება, ეს იყო თემა. ან წამოეწყოთ, რომ პიროვნება ყოლოდა თავისთან დაეგულა და შემდგომში ეწარმოებინათ ის სასტიკი და ის არაადამიანური მოპყრობის კუთხით. ინტერესი ის იყო, რომ გაუხსნელი საქმეები, რაც სამეგრელოზე მოსვანეთს ჰქონდათ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, ფაქტებთან დაკავშირებით გაუხსნელ საქმეებზე, ანუ აღიარება მოეპოვებინათ. ელდარ ქობალიას სახით, ასევე განვავრცობდნენ მალხაზ-არქანიას სახით, ლაშა-არქანიას სახით. ესენი არიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომლებიც სამივე გახდა წამების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის სოფლის სამეგრელოს ზემოსვანეთის ტერიტორიაზე. მაგრამ გეტყვით, სამივე იყო ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვის ფაქტზე დაკავებული. ანუ ხდებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ჩადება, ეს მე რო ვლაპარაკობ ამ განცხადებას, ეს არის შესაბამისი მტკიცებულებები დადასტურებული. ეს შესაბამისი მტკიცებულებები გამართია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ჩაუდო აი ამ ხალხს ნარკოტიკული ნივთიერება და შემდგომში ხდებოდა მათ მიმართ, თუ გაუვიდოდა და საბოლოოდ აღიარებას მოიპოვებდნენ, მე კამერები წინ აღიარებას გააკეთებდნენ და ამ ჩვენების საფუძველზე ხდებოდა განაჩენის დადგენა. ბატონო ელდარ ქობალიასთან მიმართებაში მისვამ შეკითხვას, ხო? ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს ზუგდიდის სამხარო სამმართველოში. ფაქტურად მე ზემოთ მოგახსენეთ, რომ მე არ მომეცა უფლება გავცნობოდი საქმის მასალებს და შესაბამისად კონკრეტული სახელი გვარი იმ გამომძიებლისა მე არ ვიცი, მაგრამ გამომძიებლის ნიარაკი არ ხდებოდა, ანუ ოპერატიული მუშაკები იყვნენ ამისთვის სპეციალურად გაწვრთნილები, რომლებიც უდევდნენ, ან საერთოდ არ უდევდნენ და სპეციალურად ოქროს ავსებდნენ და ხელს აწერიდებდნენ. მაგრამ ფაქტურად ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვის ფაქტი, როგორც ბრალდება ელდარ ქობალიას მიმართებაში გაქრა. იმიტომ რომ 2 დღის შემდგომ გადმოყვანილი იქნა ის თბილისში და 2011 წლის 6 აპრილს, ანუ 4 დღის შემდგომ წაეყენა ბრალდება კონსტიტუციური საფუძვლის დეპარტამენტის მიერ ტერორისტული აქტის მომზადებაში. და ამ ბრალდებით იქნა ის შესახლებული. მერვე დაწესებულებაში. გეტყვით ეხლა, არა, ჩვეულებრივად ეს იყო ლაშა-არქანია, მალხაზ-არქანია, ელდარ ქობალია. ამათ უკან არ იდგა ის ფინანსური რესურსები, არ იდგა ის ინტერესი, ანუ ეს იყო უბრალო ხალხი, არ იყო კრიმინალური წარსულით მოცული, როგორც ეხლა დღეს ესა ბრალდებულების ადვოკატები რა ესა იძახიან, რა ქვია,
იმ ჯაშუშობაზე და იმებზე რომ უთითებენ ელდარ ქობალიაზე, მალხაზარ ქანიაზე, მე მინდა მათ მოვახსენოთ, რომ უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპები დაიცვანა. ისინი არიან ადვოკატები და არა პოლიტიკოსები. ეს არის ეს განცხადებებია პოლიტიკური განცხადება და ადვოკატს, იურისტს, ჩემს კოლეგას არ შეშვენის ეს განცხადებები, ეს არის მათ მიმართული იმ უფლებების, იმ ღირებულებების დარღვევა, რასაც ქვია მორალური და ზნეობრივი პრინციპები მათ ადამიანობაში, რაც იყო და რაც არის. ესენი არიან უდანაშაულო ადამიანები. ბრალდება ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები. მათ წინააღმდეგ არ დადგინდა არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართებაში ვლაპარაკობ. და მე მოვუწოდებ ადვოკატებს იმ ბრალდებულების მიმართებაში, ვინც ვიცავთ მაგათ ინტერესებს, რომ ამ განცხადებებისაგან თავი შეიკავონ. გამოძიება ფაქტიურად მერვე დაწესებულებაში მოხდა ფაქტთან დაკავშირებით ელდარ ქობალიას მიმართებაში სრულად არის გახსნილი საქმე. მოიპოვება არა როგორც თვითონ ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ ბასტი ბუბუ რა ქვია ბედუკაძე ამ მტკიცებულებებში გარშემო ტრიალებს პროკურატურა ეს სრული აბსურდია და მინდა საზოგადოებას მოვახსენო. ამათი განცხადებების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. უამრავი თანამშრომელი ათეულობით მოწმეები არსებობს, თვითმხილელი მოწმეები, არსებობს პატიმრები, რომლებმაც ნახეს ეს ფაქტი. არსებობს მთელი რიგი განაჩვენების სახით მოწმეების მიერ მიცემული, არა, წერილობითი მტკიცებულებების უამრავი არსებობს. ეს არის კიდევ მინდა დავადასტურო, რომ ეს არის მათ მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები რა, რომლის დაკვეთასაც ასრულებენ სამწუხაროდ, მე მწვენია, რომ ასე უდგებიან აი ამ ეს ადვოკატები. მე მინდა შევახსენოთ მათ, რომ ჩაიხედონ საქმეში და არის მთელი რიგი მტკიცებულებები და თუ ასაჯაროებენ ესენი ამ მტკიცებულებებს, სრულად გაასაჯაროონ. ან დაამტკიცოთ მაგათი ვალდებულება, უდანაშაულობა იმ ადამიანების რა. მე არ ვლაპარაკობ, ბრალის წაყენება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დამნაშავე ის სავარაუდოდ არის ისინი დამნაშავეები. მე ვიცავ ამ პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ისე ვარ დაინტერესებული ამ საქმით, რომ დადგეს დამნაშავე პირთან მიმართებაში გამამტყუნებელი და სამართლიანი განაჩენი. დადგეს განაჩენი და დადგეს საბოლოოდ პრეცედენტი საქართველოში, რომ წამების საქმისთან მიმართებაში იქნეს უმკაცრესი საჯელი გამოყენებული იმ პირთან მიმართ, რომლის მიმართებაში დადგება სამართლიანი მტკიცებულებების დაყრდნობის საფუძველზე სამართლიანი განაჩენი. დიახ, მოგახსენებთ, მალხაზარ ქანიასთან მიმართებაში თქვენ მოგეხსენებათ, რომ ის იქნა დაზარალებლად ცნობილი, სამპიროვნებად წაეყენა ბრალდება, მაგრამ მე ამით არ გავჩერდები, იმიტომ რომ მალხაზარ ქანიასთან მიმართებაში ძირითადი უშუალო შემსრულებლები, რომლებიც გაუპატიურების ინსცენირება დადგეს, ეს არის სისაური და ტერაშული, თქვენ მოგეხსენება სისაური და ტერაშული ხილებულნი და ბრალდებულნი არიან გენერალ თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით. და მე ეს ადამიანები დღეს როგორც მოწმის სახით კი არა, როგორც ბრალდებულები ისე უნდა იყვნენ აი ამ საქმეში ხილებული და მე მოვუწოდებ პროკურატურას, რომ არსებობს მათი აღიარებითი ჩვენებები და მაგათ მიმართებაში დააყენოს გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე მინდა მოვუწოდო მათ, რომ არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები დაკავებულებისა და ძებნილების მიმართებაში კი არ დაადგეს ბრალდება, არამედ დაადგეს იმ პირთა მიმართებაში, რომელიც დღესაც სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან და გააჩნიათ მთელი რიგი მტკიცებულებები. მე ვლაპარაკობ ლაშა ყოლბაიაზე, რომელიც აწარმოებდა ამ უკანონო საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ჩემი დასწრების გარეშე ახორციელებდა, რომელმაც მოახდინა ზეწოლა ჩემს ბიძაშვილზე მალხაზარ ქანიაზე, ზეწოლა მოახდინა და დააწერინა ჩემზე აცილება. იმიტომ რომ მე ახსნა განმარტება, რომელიც სახალხო დაცვის აპარატის მეშვეობით გამოვიდა ანუ იქიდან და გავასაჯაროებდა და საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, ეს ფაქტი არ იქნა ანუ ამას მოხდა მისი წამება და შესაბამისად ჩემი დასჯა იმ კუთხით, რომ 8 თვის განმავლობაში ჩემი ბიძაშვილი და მერვე დაწესებულებაში მე არ მიშვებდნენ მათთან. ისა მალხაზარ ქანიასთან. მე მოვითხოვ ისა ლაშა ყოლბაიას მიმართებაში იყოს აქცენტი გაკეთებული და შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც მე მივაწოდე უკვე პროკურატურას, შესაბამისი მოწმეებიც არსებობენ, რომ თუ რა მეთოდებით აწამებდა ის მალხაზარ ქანიას, მის მიმართებაში იყოს გამოკვეთილი შესაბამისი ბრალი. ამჟამად მოგახსენეთ ლაშა ყოლბაია, მინდა საზოგადო ბატონო გეტყვით ახლა მე ეს გასაჯერებული არ ყოფილა ეს ინფორმაცია და მოგაწვით. ლაშა ყოლბაია სამეგრელო ზემოწმების საოლქო პროკურატურის საოლქო სამხარეო სამმართველოს გამომძიებელია. ლაშა ყოლბაია, რომელიც 2 თვით ადრე, დღეიდან 2 თვით ადრე მოხდა მისი განთავისუფლება. მიუხედავად იმისა, არაერთხელ მოვითხოვე სანამ გამოძიება მიმდინარეობდა, მანამდე შეეჩერებინათ უფლებამოსილება და ყოფილიყო გადაყენებული იმ თანამდებობები, მაგრამ ჩემი მიმართვები არც ერთხელ არ შესაბამის უწყების მიერ არ ყოფილა გამოკვლეული და შესაბამისად დაკმაყოფილებული. მაგრამ მოხდა ერთი ფაქტი ლაშა ყოლბაიასთან მიმართებაში, რომ ის აწარმოებდა ერთ-ერთ საქმეს, ფაქტს,
სადაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვის ფაქტზე დაკავებული იქნა ერთ-ერთი მოქალაქე, რომლისგანაც ამოღებული იქნა $50,000, რომელი $50,000 ლაშა ყოლბაიამ გაამძიებელმა, რომელიც ეს სამართლებრივად უნდა გადაერიცხა ბიუჯეტში, როგორც კონფისკირებული მიითვისა, იყიდა სახლი მანქანა. ეს იქნა ბოლოს გამოვლენილი და ამ შემთხვევაში ეს დაუვიდა საფუძვლად მის განთავისუფლებას. დღემდე საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობს მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა, მაგრამ არ არის კონკრეტულად ბრალი წაყენებული. და მის მიმართ საოლქო პროკურატურა ახორციელებს გარიგებას განრიდების პროგრამასთან დაკავშირებით. ანუ უნდა გავუკეთონ განრიდება მოგეხსენება სისხლისამართლების საპროცესო კოდექსში ახალი ნორმაა, რომელიც არეგულირებს განრიდება მოხდეს იმ არასრულწლოვან ან სრულწლოვან პიროვნებთან მიმართებაში, რომლებმაც პირველად ჩაედინეს დანაშაული და რომლებიც არიან იმდენად არ არიან საზოგადოების საშიშნი და არ სახელმწიფოც. თქვენ როგორ მოგეხსენებათ პიროვნება ლაშა ყოლბაია, რომელიც არის წამების დამამცირებელი და არადამომყრობის მოქმედი მალხაზარ ქანიასთან მიმართებაში. პიროვნება, რომელმაც სახელმწიფო წააგლიჯა $50,000 გამოიყენა ბოროტად სამსახურეობრივი უფლებამოსილება. არის და იქნება ეს სამომავლოდ საზოგადოებისათვის არ იქნება საშიში? რა თქმა უნდა იქნება და მათ მიმართებაში უნდა დადგეს გამარტყუნებელი უკაცრავად მათ მიმართებაში უნდა დადგეს შესაბამისი ბრალდება და უნდა წაეყენეს ბრალდება. მე მოვუწოდეთ პროკურატურას ის პირები, რომლებიც თანამდებობაზე იმყოფებიან დღესაც ლაშა არქანიასთან მიმართებაში, ლაშა არქანიას წამებასთან მიმართებაში. ეს არის ჯვარისგანყოფილების უფროსი, რომელიც არის სრულმოწმე, რომელმაც პირდაპირ მიუთითა სასამართლოში, რომ ლაშა არქანიას მის მიერ იქნა ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება. დღეს წამების საქმეზე, რომელიც ლაშა არქანიასთან მიმართებაში მიმდინარეობს, გამოვლინდა ფაქტი, რომ დაკავება, რომელიც ღამის 4 საათზე აჩვენებდა პროკურატურა, ფაქტურად მოხდა დღის 11 საათზე. შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს, რომ ამ ადამიანმა იცრუა. მე მივმართე პროკურატურას აღზრული იყო ამ საქმესთან სამართლებრივი დევნა და მიეცა პასუხისმგებლობა, მაგრამ დღემდე ეს ადამიანი მუშაობს ჯვარის პოლიციის თანამშრომელი არის. არის მთელი რიგი მტკიცებულებები საქმეში ლაშა არქანიასთან, მალხაზარ ქანიასთან, ელდარ ქობალიასთან მიმართებაში, რომელიც ძირეულად უნდა იყოს გამოკლებული და შესაბამისად ის პირები, რომლებიც დღესაც სახელმწიფო სამსახურში ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ, შესაბამისი ბრალი იქნა წაყენებული. ეს უშუალოდ თვითმკვლელი მოწმეები არიან, რომლებმაც ნახეს თუ როგორ აწამეს ციხის თანამშრომლები და ასევე პატიმრებს მაქვს მელაპარაკი რა. ანუ პატიმრები, რომლებიც სადაც ფუქსებში იჯდა ეს ეგრეთ წოდებულ ფუქსებში ელდარ ქობალია, სადაც ხდებოდა მის მიმართ არადამიანური მოპყრობა და იქ გვერდით კამერებში მყოფი პატიმრები, რომლებსაც ესმოდა დღე ღამის შუალედებში საშინელი კი ელდარ ქობალიას ბრალი აღიარებული ჰქონდა გაუპატიურების მუქარის ფაქტზე. და მინდა მოგახსენოთ კიდევ რომ მე პირველი საქმე იყო, პირველი პრეცედენტი იყო მაშინ საქართველოში, როცა ელდარ ქობალიასმა მიმართებაში დაიწყო აი ამით. მე მოყვა უკვე ყოლბაიას საქმე, მე მოყვა სხვადასხვა საქმეები, რომლებიც ელდარ ქობალიას აღიარება ჰქონდა ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, კი? გაუპატიურების მუქარები იყო და შესაბამისად ინსცენირება გაუპატიურების ელდარ ქობალიასთან მიმართებაში და ეს მეთოდი გახდა ის, რომ ზეწოლის ესეთი ფორმა გახდა საფუძველი, რომ ბრალი ეღიარებინა ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, თორე ის კი დღეს ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მის მიმართ შეწყვეტილია სისხლისამართლებრივი დევნა, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბუნებრივია მოგეხსენებათ, მაგრამ იმ საქმეში არის კიდევ მისი თანამონაწილე მატკავა, რომელიც მასთან ერთად იქნა დაკავებული, მის მიმართებაში დაშლილია საქმე, ფაქტობრივად არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს გარდა მატკავასა და ქობალიას აღიარებისა. არც ერთი მტკიცებულება არ გააჩნია პროკურატურას. და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მაშინ მე მადლობელი ვარ იმისთვის, რომ დღეს ესეთი თემა გახდა თქვენთვის საინტერესო ჟურნალისტებისთვის, მაგრამ მე ვწუხარ იმისთვის, რომ ასეთი ინტერესი რო ყოფილიყო მაშინ, როცა მე ავლაპარაკდი ამ საქმეზე, იმ პენიტენციალურ სისტემაში მოხდა ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა წამების დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობის ქმედებები ყოფილი მოქმედი თანამშრომლების მიერ, მაშინ რო ყოფილიყო ასეთი გამოხმაურება, საზოგადოების ჩართულობა, რამდენი ადამიანს გადავარჩენდით, რამდენი ადამიანი იქნებოდა დღეს ცოცხალი.
სამწუხარო ფაქტია, რომ მაშინ არ იყო ესეთი ჩართულობა, მაშინ არ იყო ატაცება ამ თემის. მე ერთადერთი რომელიც მაშინ გასაჯორება იყო ერთადერთი საშუალება ჩემი რომ მეც ჩემი თავი დამეცვა, ჩემი ოჯახი დამეცვა. არაერთი ზეწოლები იყო ჩემთან მიმართებაში რომ საქმე ჩამოუცილებოდი. ლაშარქანიას, მალხაზარქანიას და ელთარკობალიას საქმეებთან მიმართებაში ვლაპარაკობ. ერთადერთი იყო ასავალ-დასავალი, რომელიც მაშინ გამოეხმაურა ამ ფაქტს და იყო ობიექტივი. აუწყებლობა. პირველი იყო ასავალ-დასავალი, რომელსაც გააჟღერა ეს ინფორმაცია და შესაბამისად ამას მეტნაკლებად მოყვა ყურადღების მიქცევა. ამან განაპირობა ის, რომ ფაქტურად მიცვალებული მოქცეს, დათმეს რაღაცის სანაცვლოდ. იმის სანაცვლოდ, რომ მე არ ყოფილიყავი და შემდგომში არ მომხდარიყო მაგათი გასაჯაროება, მაგრამ შემდგომშიც იმ დღიდან დაწყებული დღემდე მე ამ საქმით ვარ დაინტერესებული და ჩემი მოწოდებაა და ჩემი ინტერესია, რომ საქმეზე მიეცნენ ყველა დამნაშავე პირები და მოხდეს და დადგეს საბოლოოდ პრეცედენტი. და არც ერთი გარიგებაში არ უნდა შევიდეს პროკურატურა სახელმწიფოს სახით, როგორც იქნა ჩვენ გვაქვს გაგამ კურნალაძის, ყაჭეიშვილის ფაცაციის მიმართებაში, როგორ გააფორმა საპროცესო შეთანხმებები პროკურატურამ. მე მოუწოდეთ, არც ერთი გარიგება, არც ერთი კოჰაბიტაციური სამართლებრივი ფორმა არ იქნეს ისა გამოყენებული დამნაშავე პირთან მიმართებაში. იყვნენ სრულად მთელი სიმკაცრის დაჟილები, რომ სამომავლოდ არასდროს არ გამეორდეს ეს ფაქტი. სუგდიდის სამხარო სამართველო. დიახ. ანუ ამ ფაქტით თავიდანვე ამ ფაქტით მიმდინარეობდა გამოძიება, რომელიც შემდგომში გაქრა საქმიდან, როგორც ჩემთვის ცნობილია და მარტო არის ტერორისტულ აქტთან მიმართებაში ბრალდება ქობალიასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ის მოიპოვეს რაც უნდათ. ანუ აღიარებითი ჩვენება. მადლობთ თქვენ. კი ბატონო.